გესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, მე ნანუკა გულუა და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად დავბრუნდი. ძალიან ისეთი კარგი ერთი საათი გვექნება, ნაყოფიერი. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ჩვენი სტუმრები არიან ამირან ქორიძის კლინიკის ჯანმრთელობის სახლის მარკეტინგის ხელმძღვანელი მაკა ტარყაშვილი და ენდოკრინოლოგი ნინო ბიბილაშვილი. დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ. პირველ რიგში თუ შეიძლება თქვენის ნებართვით ნინოს ვეტყვი ძალიან დიდ კომპლიმენტს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამიგია და მეც მუდმივად ვარ ძიებაში, რომ ჩვენს ენაზე მოსაუბრე და აი ესეთი ენდოკრინოლოგი ვნახოთ, რომელიც თან სუპერ პროფესიონალია და თან მისი ყველა სიტყვა დამაჯერებელი და ძალიან ისეთია და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ ხართ და ჩვენი ძალიან დიდი იმედი ხართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემაც გვექნება ესთეტიკურ პრობლემასთან ერთად ამ წონის გამო. ორი სიტყვით გითხარით თქვენი კლინიკის შესახებ, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვიცით ყველა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. ესე იგი, კლინიკა ჯანმრთელობის სახლი, ქორიძის კლინიკა ჯანმრთელობის სახლი უკვე 25 წელი არსებობს. ეს არის ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობია, რომ და ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი ბავშვი არის დაბადებული და გარდა სამშობიაროსი არის მრავალპროფილური კლინიკა და უამრავი სხვა სერვისი გვაქვს, მათ შორის ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი, როგორც PCR ლაბორატორია, ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დედისთვის და მშობლისთვის მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის რომ სად იქნება მისი შვილი, პირველად სად ჩაისუნთქავს ჰაერს, როგორ მიხედავს მას თითოეული ექიმი და მაგდროს როცა არჩევთ ალბათ სამშობიაროს, პირველი არის სწორედ ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია ექიმს და თამამაჩემლია ვთქვა, რომ ბატონი ამირან ქორიძის კლინიკაში ეს გამოცდილება არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი კლინიკა ასევე ყოველწლიურად გადის ხარისხის კონტროლს, აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ამერიკული AACI-ის და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ჩვენთვის თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა არის მაქსიმალურად ხარისხზე გადის და მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გამოცდილებაზე. ერთი მინდა აღნიშნო, რომ ჩვენთან არის ასევე როგორც ამბულატორიული ნაწილი, სტაციონარი, გინეკოლოგიური ოპერაციების სრული სპექტრი და ასევე სხვა ტიპის ოპერაციებიც მათ შორის და არ ვიცი, ალბათ მეც და ყველა დედაც ფიქრობს, რომ როცა ირჩევს სამშობიაროს და თუნდაც ადამიანი, რომელიც მიდის კლინიკაში ექიმთან, მისთვის პირველი არის ექიმის გამოცდილება და ის ხარისხი, სადაც უნდა მიიღოს ეს სერვისი. თავისთავად, მე როგორც სამი შვილის დედა ნამდვილად დაგეთანხმებით ამ ყველაფერში. კიდე აღნიშნავ იმას, რომ ჩვენთან თითოეული მშობიარი არის ინდივიდუალურ პალატაში და აი მაქსიმალური ყურადღება ექცევა დედას მშობიარობის შემდეგ, ისედაც სტრესულია მისი მდგომარეობა, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ჩვენი მედპერსონალი სრულად ათავისუფლებს დედას დატვირთვისგან და ბავშვის ყურადღება იქნება თუ დედის ყურადღება იქნება, ეს არის აი პირველი და ამომავალი წერტილი არის ჩვენთვის დედა, ბავშვი და პაციენტი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მისთვის. მათ შორის ახლა აღნიშნავ ასევე, რომ დაემატა ესთეტიკური მიმართულებით. აი ამაზე მინდოდა მეკითხა, ეს ძალიან გამიკვირდა, არ მსმენია და კარგია რომ ეს არის სიახლე ქორიძის კლინიკაში და თავარი აქაც იმას აღნიშნავ, რომ ესთეტიკური მიმართულებითაც ინექციები იქნება თუ ფიზიკური მოვლის საშუალებები, თავარი რაც არის ალბათ კლინიკურ გარემოში დაცულობა, სტერილური გარემო, რაც უზრუნველყოფილი არის, რა თქმა უნდა, ჩვენთან და ეს არის ის უპირატესობა, რაც ამ მიმართულებით ბევრს სჭირდება. გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, სუპერ პროფესიონალები გეყოლებათ ამ მიმართულებითაც. უდიდესი გამოცდილების და ჩვენთან მკურნალობა, ესთეტიკური მიმართულებით, როგორც აი დავუშვათ აღნიშნავ, მათ შორის აკნეს მიმართულებით ხო ხდება ის სრული სპექტრით, იქ არის კვლევები, არიან ექიმები ჩართულები მათ შორის და ესეთ ზედაპირული მიდგომა არ არის რა, როცა გინდა რაღაცის მკურნალობა, ალბათ
სრულფასოვნად და სწორად და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. კი, და ძალიან სწორი არის ეს ყველაფერი, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში გაჩნდა სწორედ ესეც მკურნალობის ერთ-ერთი ხაზია და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც ნებისმიერი ინექცია იქნება თუ მე ასე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში, სადაც არის ექიმი, სადაც არის კლინიკა და ზუსტად ის სტანდარტები დაცული, რომელიც თქვენ ახსენეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენის ნებართვით. გადავალ ქალბატონ ნინოსთან, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმარი. დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელიც იმ შეკითხვებს დაგისვამდათ ეხა რაც თავში მომაფიქრდა და ნუ რაც არ მომაფიქრდა თქვენ საუცილებლად დამეხმარეთ. პირველი ეს ნუ ჭარბიწონა და უკვე გავიგეთ რომ სიმსუქნეც არის ავადყოფნა ასე ვთქვათ და უკვე აღარ არის იმაზე საუბარი რომ აი მე მომწონს ესე და ვიქნები ესე, იმიტომ რომ ეს მთელს რიგ პრობლემებს იწვევს პირადად ჩემ შემთხვევაში ხა სამი შვილის გაჩენის შემდეგ დავიბრუნე ჩემი 60 კილო რომელიც წვალებით დავიკელი ისევ უკან და რომ მოვდივარ თქვენთან პაციენტი აი პირველ რიგში რა გჭირდებათ ჩემზე რა ინფორმაცია გჭირდებათ და თქვენს კლინიკაში სრულად შევძლებთ თუ არა ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ხა დიეტაზე ადვილი არაფერი არ არის იმ მხრივ რომ ინტერნეტში შევბრძანდით და ნაირ-ნაირი დიეტები ყველას დიეტას ნახავ. ყველა შეუძლია დიეტა თავისი პირადი დიეტაც კი შექმნას ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტს კითხავს და ამით თავის თავზე მორგებული დიეტა შეიქმნას. რა თქმა უნდა, როდესაც ექიმზე არის ლაბარაკი და ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე ამ საკითხზე, აქ ზუსტად ის არის რომ ექიმმა უნდა განსაზღვროს მიზეზები თქვენ პაციენტის სიმსუქნის თუ ჭარბიწონის და შედეგად მე უკვე მიზანიც სწორად იქნება დასახული და შედეგიც იქნება მიზანმიმართული. ამიტომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური, ყველას აქვს ინდივიდუალური ფიზიოლოგია, ჩვენ ამას პირველ რიგში ალბათ მაინც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ანამნეზის შეკრებას, პაციენტის მოსმენას და უკვე ამის საფუძველზე ჩვენ მერე განსაზღვრავთ უკვე რას ვფიქრობთ, სად შეიძლება იყოს აქ სუსტი წერტილი, სად შეიძლება იყოს დარღვევა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღესდღეობით ძალიან კარგია რომ გვაქვს ესეთი კარგი ლაბორატორიული დახმარება რომ ჩვენი რაღაც ეჭვები ძალიან მარტივად შეგვიძლია თუ ან გავფანტოთ ან დავამტკიცოთ. ამ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე უკვე ის რაც მიგვაჩნია რომ შესაძლებელია ყოფილიყო დარღვევა, ამის შედეგად უკვე მივიღებთ რაღაც გარკვეულ შედეგებს და მე უკვე მასზე ორიენტირებულად უკვე შედგება თქვენთვის ან პაციენტისთვის ყოველ შემთხვევაში მისთვის მისაღები კვების რეჟიმი, ხო? აქ შეიძლება მარტო კვების რეჟიმზე არ იყოს ლაპარაკი, აქ იყოს ფარმაკოლოგიური მკურნალობაც ჩვეულებრივი, მკურნალობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კვების რეჟიმი, მედიკამენტები, სხვა ფიზიკური აქტივობის რეჟიმი და სხვა, ну, საკმაოდ კომპლექსურია. რაც უფრო კომპლექსურად მიუდგებით ამ საქმეს, ბევრად უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. თავისთავად ერთი ეგეთი გამოთქმა გამახსენდა, ის უმეუბნებიან ხოლმე, რომ აი შეყვის ჰორმონი თუ გაგაწეული, შენ თუ წამლით არ დაარეგულირე, მაინც ვერ გახდები. ეს კავშირში ალბათ ეხა თქვენ რაც თქვით, ხო? თავისთავად. იმიტომ რომ ეხა ჰორმონები საერთოდ საკმაოდ ოხერისფერო არის. ბევრ რამეში იღებენ მონაწილეობას, ბევრ რამებში არიან დამნაშავე. ეს არ არის მარტო ფარისებრი, აქ იღებს მონაწილეობას არა მარტო ფარისებრის, არამედ ეხლა სასქესო სისტემის ჰორმონებიც ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. ეხლა იცით რომ გინდ მენოპაუზაში ან მენოპაუზაში როგორ იცვლება ქალის ფიზიოლოგია, შესაბამისად წონაც შესაბამისად იცვლება. ბუნებრივია, აი აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰორმონალურ სტატუსს. რაც შეეხება ფარისებჯირკვალს, აქ მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ბავშვია, მოზარდია თუ დიდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებჯირკვალის ჰორმონებს, აქტიურ როლს იღებენ ჩვენს მეტაბოლიზმში, მის აჩქარებასა თუ შენელებაში. შესაბამისად, შესაბამის შედეგს ვიღებთ, ვთქვათ, რაც ამ წუთას მაინტერესებს, ხო? და ეხმარება თავისთავად ამ წონის კლებაში. სწორად არის, თუმცა ხა მარტო მაგის ბრალიც არ არის. არ არის, ხო. მხოლოდ ჰორმონებს ვერ დავაბრალებთ, თორე დიდი სიამოვნებით. საერთოდ გვიყვარს. ისიც რა ჩვენს გვირჩევინია რომ მიზეზი ვიპოვოთ და დავაბრალოთ, იმიტომ რომ უფრო რაღაც კონკრეტულად მე უფრო მკურნალობაზე მივდივართ და უფრო შედეგიც კარგია, მაგრამ
ხშირად მიზეზი. ხშირად მიზეზი არის ეს გემრიელი ჩვენი ქვეყანა და საჭმელები, რომელიც გამოიგონეს ჩვენთვის. ყველაფერი საბედნიეროთაც და საუბედურადაც მაღალკალორიული ეხლა წავიკითხე სადღაც რომ შენ ისახარ რითაც იკვებები რაღაცა ესეთი იყო და იქაც ვარ ღომი, იქაც ვარ ყველი, ხაჭაპური და მთელი მეგრული საჭმელების დასტა. ალბათ ერთი 50-60 წლის წინ არ იყო ესეთი ჭარბწონიანი, არც მეგრელი, არც იმერელი, არც თავისთავად. რა ხდება, რა არის, რა აირია ჩვენს ყოფაში? სულ არ იყო ჩვენი ქართული კვება, მაგალითად, არასწორი. ძალიან სწორი იყო, ძალიან და ჩვენი ქართული კვება რა, როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის, ესე ვთქვათ, დიეტა ეხლა არის ძალიან პოპულარული. რატომაც არ იყო ჩვენიც იგივე იყო, ხო, იყო ხორცეული, იყო ბოსტნეული. კი, რა შეიცვალა, რა არის ეს დანამატები არის, რომელიც შეიცვალა რაფინირებული უხვი ნახშირწყლებით გაჯერება ჩვენი დღის რაციონის. ეს არის ძირითადი პრობლემა ალბათ ეს არის. შემდეგ მაინც ალბათ უფრო რაღაცა ადრე იყო ესეთი საუზმე, სადილი ვახშა. ნაკლებად იყო შუალედებში ეს. ეხლა რაღაცა მუდმივი კვების რეჟიმში ვართ ყველა. დაუსრულებელი 24 საათიანი რეჟიმი. მართალს ამბობ, კვებასა და კვებას შორის აი ეგრეთ წოდებულ სმუცნაობას გულისხმობთ, ხო? ყავასთან შოკოლადი, გარეთ გავედი იქ რაღაცა ცივი ყავა, იქ ნაყინი, იქ ფასტ ფუდი და მოკლედ მთელი დღე ვართ ბანკეტები დაუსრულებელი შეყვება. სულ ვართ აი ამ სმუცნაობაში. სულ ვართ სმუცნაობაში. ამიტომ ალბათ ამანაც თავისი დაღი დაგვასო. ერთჯერადი რაღაცა მიზნის მისაღწევი დიეტა თუ ცხოვრების წესის შეცვლა სულ არის ეს ყველაფერი. აი როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი იმისთვის რომ განეწყოს რომ აი უნდა ხანგრძლივ ომში შედის. აი მე ასე ვამზადებ ჩემ თავს. მე არ მოგამზადებდით ესე რომ ომია ეს. რატომ არის ომი რაღაც პირიქით? შვიდობა ხო ომში იყავი ხო? მართალი ხართ კი. არ არის ომი და რაღაც პირიქით სხვანაირად უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს და ბევრად უფრო საინტერესოა, ბევრად უფრო ლამაზია ეს ყველაფერი, რაღაც თავისებური აზარტია, რაღაც თავისებური თამაშია, გამოწვევაა საკუთარ თავთან, რატომაც არა. თორე ისე ხა ძალიან მარტივად დავჯექი რაც მინდა ვჭამე, უკვე ძალიან უინტერესო ხდება. აი მე რა სხვანაირად შემახედეთ მართალია. ეს კი რაღაც განსაკუთრებულ თან გვაქვს საქმე. და არა, ძალიან საინტერესოა ვცვლით რაღაც ცხოვრების წესთან, ამით როდესაც ვიცით რომ ვცვლით ჩვენ იცით რა თქვენ თვითონაც აი ხო აღნიშნეთ რომ ვიყავი ერთ დროს ჭარბწონიანი, შემდეგ დავიკელი 60 კილო და თქვენ თვითონ ბევრად უკეთო გრძნობდით მაშინ თავს როცა 60 კილო დაკლებული ვარ. ჩემი საუკეთესო მოგონებები მიუხედავად იმისა რომ ყველაზე საოცნებო მდგომარეობაში დღეს ვარ, მაინც აი გონებაში არის იქ რაც მინდოდა მეც ვარ, როგორც მინდოდა გამოვიყურებოდი და გრძნობდი თავს. რამდენი დადებით რატოა ომი? ესე იგი პირიქით. მართალი ხართ. პირიქით. რაღაცა ესეთია, 60 დღესობით გამოვიყურე. თავისთავად ეგრე არის, ნამდვილად ეგრე იყო. ისიც ხო ხშირად გაგვიკია რომ აი მაგალითად აი ჩემი მეზობელი თუ ვიღაცა აი რამდენ სჭამს, მაგრამ არ იმატებს და აი მე ერთი ლუკმაც კი მერგება. გაგვიგია კი არა, მეც ყავს ეგეთი მეგობარი, რომელიც იდეალურ ფორმაშია და ყოველთვის რაღაცას მოსტავობს და მიირთმევს. ტურისტუალით უყურებს ეგეთ ხალხს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ უბრალოდ ვიღაცა შეიძლება გენეტიკურად არ აქვს ამ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება და ნუ თქვათ პატიობს რაღაცები ეპატიება და ჭამს, მაგრამ მას ვისაც ეს არ გვეპატიება და გვაქვს ეს მიდრეკილება და როგორც წესი უმეტესობას გვაქვს, ამიტომ გამორიცხულია რომ რაღაცა დიეტა არ მომწონს სიტყვა, იცით, ეს არის რაღაცა კვების რეჟიმი, ჩვენი ცხოვრების სტილი. გამორიცხულია რომ ეხა 1 და 2 კვირიანმა დიეტამ ჩვენ ეს პრობლემა მოგვიხსნას. და ზუსტად ეს გამოდის მერე ომი, იცით, რაღაცა მკაცრად ავიკრძალავთ რაღაცას და ერთი სული გვაქვს, რომ ეს დრო გაიაროს, რომ აი მე რაც გვინდა, რაც გვენატრება, რომ შევჭამოთ. ხშირად წონის დაკლების პირველი ის არის, აი დაიკლებს წონაში პაციენტი და აი რომ შეჭამოს გემრიელად ის, რასაც აი ყველაზე მეტად ენატრება, რაც უნდა, ანუ რამდენად სტრესულ გარემოში იყო ხო მანამდე. ამიტომ მე ამას რატომღაც არ მომწონს ესეთი მიდგომა და
ჩემს პაციენტებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ არ მიყვარს კაცრი დიეტა. ერთადერთი შეიძლება რომ აი სადღაც ვარ წასასვლელი და მინდა რომ აი ერთ კვირაში რაღაცა 2-3 კილოთი ნაკლებად გამოვიყურებოდე და აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გავამართლო ეს ერთკვირიანი, ორკვირიანი მკაცრი დიეტა, რომ აი ნუ მინდა რომ რაღაც კონკრეტული კაბა მოვირგო, ხო? კონკრეტულად ხო, თუ რა თქმა უნდა, კონკრეტულად ორ კვირაში ვერაფრით ვერ მოვირგებთ 2 ზომით ნაკლებ კაბას. თავისთავად. ამიტომ ეს რაღაცა ეს რამდენიმე კილოგრამზე შეიძლება რომ ორკვირიანი ომში შევიდეთ. დანარჩენ შემთხვევაში ეს უნდა იყოს რაღაცა ნელ-ნელა გეგმაზომიერად ჩვენი უნარჩვევების გამომუშავება. არავინ არ ამბობს რომ არც იმის ილუზია არ მაქვს რომ არავინ არასდროს ტორტს არ რაღაც გემრიელ ნამცხვარს არ შეჭამს ან გემრიელ ხაჭაპურს არ შეჭამს. რატომაც არ უნდა ჭამოს პრინციპში. ხო, რთულია ძალიან ამასე უარით გმა. აი ადრე მაგალითად, როცა უფრო პატარა ასაკის ვიყავი, უფრო ადვილად ვიკლებდი აი ესეთი ერთკვირიანი დიეტებით, ხო? ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენი ასაკი და ჩვენი 2 კილო დავიკელი მინდა ერთ კვირაში. ასეთი ადვილი აღარ არის. ჰორმონულ სისტემას. კი, ისევ და ზემოთ აღნიშნულ დამნაშავეებთან მივდივართ. რა თქმა უნდა, თავის ტვინი და საერთოდ მთელი ორგანიზმის რეგულაციას ორი ის აქვს, ხო? ეს არის ენდოკრინული და ეს არის ნეირორეგულაცია. თავის ტვინი და ჰორმონები განაგებენ ჩვენს ყველაფერს, ასე ვთქვათ. თუნდაც ის გვშია თუ წყურია თუ აღარ გვშია, ესეც თავის ტვინის ბრძანებიდან მოდის. იცით რა? ხანდახან ეს ჩვენი სტრესულ გარემოში, აი რაღაც გონია რომ უნდა ვჭამოთ და დამშვიდდებით, რომ აი ტვინს გლუკოზა ჭირდება, რომ უფრო კარგად იმუშაოს. ძალიან არასწორია და არც ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ ესე ვფიქრობთ და რაღაც ამით. არა, ეს ტვინი გვეუბნება ამას, რომ აი მე ხა მშია, იმიტომ რომ რაღაცა დარღვეული არის გარკვეული ეს სიგნალები ჩვენს ჰორმონებსა და ჩვენს თავის ტვინს შორის. ამიტომ ყოველთვის ჩვენი ბრალი, რა თქმა უნდა, ეს არ არის და უფრო რთულია ხოლმე, რომ ამ ყველაფერს მოვერიოთ. ყოველთვის აი ვისაც დიეტები გამოუცია, ყოველთვის რთული არის პირველი პერიოდი. თავისთავად, მე ავტომატურად ხდება ეს რაღაცა ყველაფერი. ავტომატურ რეჟიმში გადავდივართ. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ეს ნელ-ნელა. რაღაცა ფსიქოლოგიური მომზადების ფსიქოლოგიურადაც მომზადებით, ესეთი რაღაც აგრძალვები არ უნდა დაუსახოთ ჩვენ თავს. მაგრამ იცით რა არის ადამიანის ტიპიც, ხო? არსებობს ვიღაცა, ვისაც ეს ნელ-ნელა შეუძლია, ვიღაცას ურჩევნია უცებ. ამის თქმა მინდოდა თქვენთვისაც, ესეც ინდივიდუალურია როგორც ჩანს, იმიტომ რომ ერთი ძალიან თხელი ნაჭერი ხაჭაპურის მირთმევას მე მირჩევნია რომ საერთოდ არასოდეს შევჭამო ხაჭაპური. იმიტომ რომ თუ ვჭამ, უნდა აი შევჭამო. აი ფსიქოლოგიურად ჩემს თავს ვერ ვამზადებ იმისთვის რომ აი ცოტა და აი ის რაზეც ახლა თქვენ ამბობთ ბალანსირებული კვება და ყველაფერი მივიღოთ და არ დავისტრესოთ. აი უფრო მსტრესავს აი ეს ცოტა. მირჩევნია რომ ამას არ ვჭამ და ანუ ესეც ინდივიდუალურია ხო თავისთავად. თავიდან რომ ვთქვი რომ როდესაც პაციენტი მოდის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, იმიტომ რომ თუ არ გაიცანი როგორი არის პაციენტი, რისი სურვილი აქვს, ეხლა თუნდაც დიეტას რო შეუდგენ და ეტყვირო, თქვათ აი მაწონი უნდა ჭამო ყოველ საღამოს და იქნებ საერთოდ არ უყვარს მაწონი, რას ვერჩი. დაუტანლობა აქვს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად მიდგომა ყველას მიმართ. და როდესაც უკვე კარგად გაიცნობ პაციენტს, როგორია უკვე მასზე მორგებულ რეჟიმს გადასარევად გააკეთებ. არ არსებობს იდეალური წონა, არ არსებობს იდეალური დიეტა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ყველაფერი არის ინდივიდუალური. ყველაფერი არის თითოეულზე მორგებული. მაგრამ არსებობს ის რაღაცები, რაც ვთქვათ ყველასთვის ერთია. აი რა არის ზუსტად ეს უნდა მეკითხა. ნუ აი თუნდაც ეს მეტაბოლური დარღვევები, თუნდაც აი რატომ ვარ სულ დაღლილი, ხო? და ვაბრალებთ ამას ჩვენ წონას, რა ხდება ამ დროს. ძალიან პოპულარულია ახლა ეს ტერმინი ინსულინორეზისტენტობა და ინსულინორეზისტენტობის. ხო, ისმის ყველგან, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ამ მეტაბოლური დარღვევების საუკუნეში უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ეს ინსულინორეზისტენტობა. ამ ინსულინორეზისტენტობაში კი მთავარი ის არის გლუკოზა და გლუკოზა კი მთავარი ის არის რომ ჩვენ აი ეს რომ ტვინს რო გლუკოზა ჭირდება რო გონია, ეს არის რეალურად ენერგია, ხო? ჩვენ რომ ენერგია გვჭირდება. ანუ გლუკოზა არის ესე რომ მარტივად რო ახსნათ ნახშირწყლების თუნდ რთული თუ ყველა ნახშირწყლის დაშლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც უჯრედმა უნდა მიიღოს. და გლუკოზის
მოხმარების შედეგად უნდა გამოიყოს ATF-ი, ანუ ენერგია. 30 თუ 32 ესეთი ATF-ი თითოეულ გლუკოზას. ანუ ეს არის ჩვენი ენერგია. და ის რომ გლუკოზა უჯრედში შევიდეს, აკაკუნოს კარებზე რომ უჯრედმა კარი გაუღოს, ამისთვის ჭირდება ინსულინი. ეს არის ინსულინი. ორგანიზმს საერთოდ ძალიან ჭკვიანია ჩვენი ორგანიზმი და თვითონ ეს არის მოწყობილი საჭმელს რო შეჭამს, მიიღებს ნახშირწყალს, ინსულინი გამოიყოფა ორგანიზმში, მოიმატებს მისი დონე და აკაკუნებს უჯრედზე, გაუღებს კარებს, შევა ეს შენი გლუკოზა უჯრედში, დაიშლება და გამოიყოფა ენერგია და ვართ ენერგიულები. რა ხდება, როდესაც ცოტა ზედმეტად ვიღებ ბევრი ნახშირწყალი და ზუსტად ეს ინსულინ რეზისტენტობა არის. აკაკუნე რამდენიც გინდა, არანაირი რეაგირება არ აქვს. შესაბამისად, თავის ტვინს გონია, რომ იქ და ჩვენს ორგანიზმს რო არ არის. არ გვაქვს ეს ინსულინი, კიდევ ჭამთ, კიდევ გამოიყოფა ეს ინსულინი, გროვდება და ეს საკეტი იჟანგება, სულ უფრო და უფრო რეზისტენტული ხდება ამ ინსულინის მიმართ. და ეს გლუკოზა ვეღარ შედის ამ უჯრედში. აღარ გამოგვეყოფა ამდენი სათანადო რაოდენობის ენერგია და ვართ სულ დაღლილი. რა მარტივი ყოფილა რა. ძალიან, ანუ ისე ახსენით, რომ მართლა მე მგონი მეორეჯერ უკვე ამ შეკითხვას აღარ დასავს. ძალიან მარტივი ყოფილა. შემდგომ უკვე ამას რო ხანგრძლივად ესეთ მდგომარეობაში ვართ და თან გენეტიკურადაც ჩვენი მშობლებისგან ნაჩუქარი გვაქვს წინასწარ განწყობა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიაბეტის მიმართ ამ შემთხვევაში რა მოხდება, რომ ეს ბევრი გლუკოზა უჯრედში რო ვეღარ სადღაც უნდა წავიდეს. რჩება სისხლში და მოიმატებს სისხლში. და გვექნება შაქრიანი დიაბეტი. ანუ სქემა არ გვაქვს უჯრედი. ნუ რა თქმა უნდა, ხა ესე მარტივად არ არის ყველაფერი და ძალიან ბევრი მექანიზმია, მაგრამ ზოგადად ესე გავიგოთ ამისი რატომ გვაგდებს ეს ინსულინ რეზისტენტობა ესეთ მუდმივ დაღლილ მდგომარეობაში, ზუსტად ეს მდგომარეობა არის. ამიტომ ანუ გორია რომ უკვე ყველაფერი გავიგე და მე ისა მომზადებული ვარ აქედან პირდაპირ ისედაც მოვიმზადე ჩემი თავი რომ რაღაცა ის პასუხისგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს, მაგრამ ძალიან გასაგებია ის ყველაფერი, რასაც ამბობთ და ერთი სული მაქვს რომ ჩემი რაღაცა მოვიდე და პაციენტად ვიქცე თქვენთან. საუბრობდით იმაზე, რომ აი რაღაცეები არის, რაც ყველასთვის ერთი არის. არის თუ არა ეს რაღაცა რეჟიმი, რომელზეც ახლა ამას წინადაც თქვით, კვებასა და კვებას შორის პაუზა. არის თუ არა ესეც ყველასთვის ერთი თუ ინდივიდუალურია ესეც და ვიღაცებს აქვთ უფლება რომ იცმოცნაო შუალედებში. იცით რაშია საქმე? საერთოდ აი ხა რომ ესე მას ხო გაგიგია და ამ ექიმთან მივედი ეს მითხრა, იმ ექიმთან მივედი, ყველას თავი ბუნებრივია ხო, ყველას ჩვენი აზრი გვაქვს და ჩვენი აზრს გამოვხატავთ. ამიტომ ძალიან ბუნებრივია რომ ორმა ექიმმა ერთ და იგივე არ თქვას, ხო? უბრალოდ ჩვენ ყველა ჩვენი დაგროვილი ცოდნის საფუძველზე უკვე ჩვენი რაღაც გარკვეული აზრი გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვემხრობით, მარტო ჩვენს გამოცდილებას ხო არა, ამ ხელა კვლევებზე დაფუძნებულ შედეგებს, რის საფუძველზეც უკვე ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვთქვათ. მიუხედავად ამისა, ამდენი კვლევებისა, ამდენი ხალხისა და ამდენი ამ თემაზე მომუშავე ხალხისა, მაინც არ არის ერთი რაღაცა რაზეც ვსახდებით ყველა რაღაცა სტანდარტი. ზუსტად იმიტომ, რომ ეს არ ეხება ერთ ადამიანს და ეს ეხება აი ამ სხვადასხვა ადამიანების ჯგუფს. ზოგადად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ალბათ უფრო ემხრობით იმას მიდიახ არის მუცნაოსი ემხრობით არის მუცნაოსი, იმიტომ რომ ამ მუცნაობაში რა კაი სიტყვა ამ მუცნაობაში ციცით ისეთ გაუთვალისწინებელ კალორიებს ვიღებთ, რომ ანუ აი ხა კალორიაც ხო რა არის, ამ კალორიას რო ვიღებთ რა არის, ხო? ნებისმიერი ხა საკვები ჩვენ რო ვიღებთ, მრავალფეროვანი, გინდა ხაჭაპური მივირთვათ, გინდა იქ რა ვიცი, ელარჯი ვახსენეთ თუ რა ვიცი, რაც გინდათ ხა ხაშლამა მივირთვათ, კახელები რო არ მაწყენი. კი, რა კაია თან. ესეთი რაღაც გემრიელი საკვები მივირთვათ ლობიანიც. ხო, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ეს პროდუქტი რა არის, ჩვენ ვიღებთ ცილას, ღიმებს და ნახშირწყლებს. ეხლა იქ რა ვიტამინები მივიღეთ კალორიულად, ეს ნაკლებად საინტერესოა, ხო? ეს ძალიან მარტივია, ხო? 1 გრამი ცილა და 1 გრამი ნახშირწყალი გვაძლევს 4 კილოკალორიას და უფრო მეტს გვაძლევს 1 გრამი ცხიმი.
9 კილოკალორია. შესაბამისად, ამ ძალიან მარტივად ნებისმიერ პროდუქტს, რასაც მივირთმევთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რამდენი გრამი ცილა, ცხიმი და ნახშირწყალია და იმის შესაბამისად გამოვთვალოთ მისი კალორიულობა. მივიღოთ, ეს არის მისი კალორიულობა. ეს კალორია, ეს ყველაფერი, ეს არის ენერგია, ხო? ანუ ჩვენ თუ გვექნება მიღებულ და გაცემულ ენერგიებს შორის დისბალანსი, ანუ მივიღეთ უფრო ნაკლები და გავეცით უფრო მეტი, შესაბამისად ეს დაახლოებით ისე იქნება, ხო? რაღაცა თანხა ავიღეთ და თუ მეტი გავეცით, გავღარიბდებით, ხო? შეფრთხილდებით, შეთხელდება ჩვენი სულ ეს არის ჩვენი მდგომარეობაც, ანუ რაც ნაკლებად მივიღებთ კალორიებს და რაც მეც გავსცემთ, ამაში იქნება დისბალანსი, შესაბამისად მიღებულს ხო ვეღარ გავცემთ. უნდა ორგანიზმმა დაიწყოს თავისი რეზერვების ხარჯვა. დაიწყოს. ხარჯვა, ოღონდ ეს ვერ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი. თავისთავად. ხო, არ შეეტყობა ჯიპეს ერთდღიანი და ორდღიანი. ამიტომ ამას როდესაც მუდმივი ხასიათი აქვს, უკვე ის რეზერვებიც ამოიცლება და აღარ იქნება. ამიტომ შესაბამისად, აი ამ კალორიებსაც ამ კუთხით, ხო, მიღებულსა და გაცემულ შორის თუ გვექნება დისბალანსი, ესეც თავის შედეგს მოიტანს. რაც შეეხება ცმუცნაობას, ზუსტად ის არის, რომ აი ამ კვებებს შორის შუალედში ჩვენ იმდენად ფარულ, ასე ვთქვათ, კალორიებს ვიღებთ, რომელიც აი არაფერში თითქოს არ წერია. არც ნაყროვანებაში არ წერია, არც არა გავერთეთ და ბევრი კალორია დავაგროვეთ. აი ამ გართობაში კი აი რაღაცა შემდგომი სტრესი, რომ აი აღარ მეკვრება, რაღაცის ჩაცმა მინდა, აღარ მიხდება, აღარ ვარ მსუბუქად, ეს უკვე მარტივად. მაგრამ თვითონ ორგანიზმის და ფიზიოლოგიის დონეზე იქ უკვე ძალიან ბევრი სერიოზული იმდენი მეტაბოლური დარღვევები მიმდინარეობს, რაც ნუ აი პირველი ახლა რისკი ვთქვათ გულსწავლთა სისტემის მხრივ, ხო? და ის ამიტომ უკვე აღარ არის კოსმეტიკურ მხარეზე ლაპარაკი. თავისთავად. ჯანმრთელობაზე ხალბატონი ნინო, ვერაფერ გაგიშვებთ ახლა რეკლამის დროა და კიდე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს მეც და დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელსაც და აუცილებლად დავბრუნდებით ძალიან მალე. დიდი მადლობა.